ამასობაში ვიდრე ჩვენთან ესეთი სერიოზული ამბებია მციანითთან დაკავშირებით, უფრო ზუსტად იმასთან დაკავშირებით, რომ ქიმიური იარაღით თურმე დაგვიპირისპირდა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება, უფრო ზუსტად რუსული ოცნება, ამასობაში პარალელურადაც მიმდინარეობს თემების, საკითხები, ამბები, რომლებიც ჩვენთვის ფრიად საინტერესო არის ან უნდა იყოს. კერძოდ მე შემიძლია გაჩვენოთ კადრები, უკვე მოსკოვში არის და რა თუ მოსკოვში არამედ საერთოდაც პუტინს ხვდება პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელი, პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელი ვიტკოფი, რომელიც აი კადრების ეს არის, პუტინი ეკითხება როგორ მოგეწოდათ მოსკოვიო დაათვალიერეთ თუ არაო და ვიტკოფი პასუხობს, რომ შესანიშნავი ქალაქიაო, ამ შეხვედრას გარდა ვიტკოფისა ესწრებიან, ესე იგი პუტინის მხრიდან უშაკოვი და კრილ დიმიტრევი, ცხადია თარჯიმნებს არ გულისხმობ და ეს შეხვედრა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ უკვე ხვალ, როდესაც ეს შეხვედრაც დამთავრებული იქნება და პირველი კომენტარებიც იქნება გაკეთებული და პრეზიდენტი ტრამპიც გააკეთებს პირველ შეფასებას, სხვა შორის ხსენებული ვიტკოფი უკვე შემდგომ თუ არ ვცდები ხვალ ან ზეგ, შეიძლება მეშლება მაქსიმუმ ზეგ, იმიტომ რომ ზეგ უკვე პრეზიდენტი პუტინი თავის მხრივ ნიუ-დელიში იქნება. ანუ ინდოეთში და შესაბამისად ვიტკოფი შეხვდება ევროპის ერთ-ერთ ქალაქში პრეზიდენტ ზელენსკის და მოახსენებს ეტყვის ყოველ შემთხვევაში უამბობს პრეზიდენტ პუტინთან გამართული შეხვედრის დეტალების. დაობაზე როგორც ჩანს, უკრაინა და შეერთებული შტატები პრინციპში შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, რა წინადადებები უნდა წარედგინა თუ წარადგინოს, რა უნდა წარადგინოს ვიტკოფმა პრეზიდენტ პუტინთან, მაგიდაზე რა უნდა დაუდოს, მაგრამ მაღალი ალბათობით პრეზიდენტი პუტინი ამ 20 პუნქტიან შეთანხმებას გაგიკვირდებათ და არ მიიღებს, იმიტომ რომ მას ისე როგორც მთელ რუსულ პოლიტიკურ ელიტას დაჩემებული აქვს, რომ აი ეს პირველ მიზეზები ამ კონფლიქტისა უნდა აღმოიფხვროს, სხვა შორის პუტინმა განცხადება გააკეთა, ამ განცხადებაზე მოგვიანებით მოგახსენეთ, მაგრამ განცხადება გააკეთა და ამ ბოლო განცხადებაში, ვიდრე ვიტკოფი შეხვედებოდა დაახლოებით 3.5-4 საათით ადრე, იქ თქვა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა, რომ თუ უკრაინა და ევროპა ძალიან მნიშვნელოვანი ასე გააგრძელებენ, ჩვენ უკრაინის პორტებსაც კი შევუქმნით პრობლემებსო და იმასაც დაკარგავსო, ანუ იგულისხმება ოდესა და ოდესის მხარე, იმასაც კი ისიც კი შეიძლება დაკარგოს უკრაინამ, რაც აქამდე არ დაუკარგავსო, იცით თქვენ, რომ 5 რეგიონზე აქვს პრეტენზია რუსეთს, 3 რეგიონი პრაქტიკულად ოკუპირებული აქვს, თითქმის მეთქი ასე ვიტყვი, 2 რეგიონი, 2.5 რეგიონი შემიძლია ასე ვთქვა, ბოლომდე ოკუპირებული არ აქვს, ზაპოროჟიე და ხერსონი 50% პლუს მინუს, ასევე დონეცკის ოლქის დაახლოებით 20-25% ვერ აკონტროლებს. მაგრამ ამის მიუხედავად ქვეყნის ლიდერი, რომელსაც წინ ვერ წაუწევია უკვე კარგა ხანია, ან კურსნაბიჯებით მიიწევს, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მაინც იქადნება, რომ უკრაინის დასავლეთ ნაწილს, ოდესის მხარეს, მოდი ასე ვიტყვი, იმასაც კი აიღებს, თუ ასეთ პოლიტიკას გააგრძელებს ევროპა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, აი თითქოს დეტალებია და მე მოგიწოდებთ, ან გთხოვთ, რომ ყველაფერი, აი მაგალითად ის ხსენებული ოდესის პორტიც მაგალითად, ხო? ეს დაიმახსოვროთ, იმიტომ რომ შესაძლოა და ალბათ ჩვენ ამ თემაზე მოგვიწევს საუბარი. ამასობაში ზელენსკი ამბობს იმას, რასაც ამბობს უკვე კარგა ხანია და სწორია, რუსეთს უნდა უკრაინა თავის საკუთრებად ექციაო, უკრაინელები კი ბოსელში შეყრილ პირუტყვებად მიაჩნდაო, სხვათა შორის რა გასახსენებელია ახლა, მაგრამ ამ 2 დღის წინ ერთ-ერთ არაბულ მედია საშუალებას მისცა ინტერვიუ დუგინმა, რომელმაც თქვა, მე გითხარით წინა ბლოგში, რომ უკრაინის განადგურება არის რუსეთის სტრატეგიული მიზანი. აქვე პრეზიდენტ ტრამპზე ვისაუბროთ, ის ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომზე ამბობს, რომ მარტივი სიტუაცია არ არის, ქაოსია, ეს ომი არ მოხდებოდა, მე რო პრეზიდენტი ყოფილიყავი, კვლავ და კვლავ კენჭები კი არა ლოდები ბაიდენის ბოსტანში, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი, პრეზიდენტ ტრამპზე განცხადებაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც თქვა პუტინმა ამ გითხარით 3-4 საათის წინ, კერძოდ ის იცით თქვენ, რომ ფრიად უკმაყოფილოა ევროპის პოზიციით, ევროპის ცალკეული სახელმწიფოების პოზიციით, ის ცდილობს, რომ მაქსიმალური უთანხმოება ჩამოვარდეს შეერთებულ შტატებსა და ევროპის კონტინენტის ამ სახელმწიფოებს შორის, იგულისხმება პრინციპში 4-5-6 სახელმწიფო, ანუ არ იგულისხმება მაგალითად საბერძნეთი ან სლოვაკეთი მაგალითად,
აქ ან პორტუგალია, ასე მაგალითად, იგულისხმება 4-5 სახელმწიფო: გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, არა ევროკავშირის წევრია ეს უკანასკნელი, პოლონეთი, კიდევ ისი დასახელება შეიძლება იტალია, შეიძლება მაქსიმუმ შეიძლება ნიდერლანდების მიაბა ქვეყნებს, თუ ვინმე გამორჩა, უნდა მომიტევოთ. კერძოდ, ემუქრება რა? ემუქრება იმიტომ, რომ პუტინი ევროპას, იმიტომ რომ ევროპას მაინც არ აქვს ბოლომდე ის პოზიცია, რა პოზიციაც აქვს შეერთებულ შტატებს ამ კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, იმ 19 თუ 20 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ ჟენევაში შემუშავდა, ხოლო უკვე შემდგომ კარგი ზნარი დამუშავდა შეერთებულ შტატებში და ეს დოკუმენტი ჩაიტანა სწორედ ვიტკოფმა. ახლა რაზეც კვლავ ვიბევრებ, ვილაპარაკებთ ჩვენ უკვე ხვალ ეს დოკუმენტი ჩაიტანა რა. ვიტკოფმა პუტინი მაღალი ალბათობით ამ დოკუმენტს არ მოაწერს ხელს, მაღალი ალბათობით მას საკუთარი შენიშვნები, საკუთარი შესწორებები ექნება, მაგრამ პუტინი დროს იყენებს, დრო იხელთა პუტინმა და ლაპარაკობს ევროპის გაგიკვირდებათ და კონტინენტზეც კერძოდ. ის ამბობს, ევროპა ხელს უშლის ტრამპის ძალისხმევებს, სამშვიდობო ძალისხმევებსო, მათი ყველა წინადადება სწორედ ამისკენ არის მიმართული, ანუ რა იგულისხმება, რომ ევროპა მაქსიმალურად ცდილობს დაასაბუთოს, რომ თუნდაც ეს 20 პუნქტიანი შეთანხმება არ არის იდეალური უკრაინისათვის, ამიტომ იქნება და უფრო გამკაცრდეს ტონი. უკრაინა არის ორ ცეცხლს შუა, ერთის მხრივ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატები, რომელიც მაქსიმალურად წელავს პროცესს, რომლის ლიდერსაც უნდა რომ მაქსიმალურად სწრაფად მომთავრდეს ეს ომი, თუნდაც იმ პირობებით, რა პირობებიც ახლა არის მაგიდაზე პრინციპში დადებული, ხოლო ევროპა შესანიშნავად ხვდება, რომ ახლა ამ ვითარებაში კონფლიქტის მოგვარება, ამ ფორმით დასრულება ხვალზე გამოიწვევს გარკვეულ პრობლემებს და აი ეს ჭიდილია მოცემულ ეტაპზე. აქ იგითხარით, პუტინი იყენებს ამას სათავისოდ მეთქი. ევროპა რუსეთისთვის სამშვიდობო გეგმის მიუღებელ წინადადებებს აყენებს. ამაზე აბახვირებს სწორედაც, რომ შლეგი ლიდერი პუტინი ყურადღებას და მერე კი ამბობს შემდეგს პუტინი, რომ რუსეთი არ აპირებს ბრძოლას ევროპასთან, არ გეგონოთ რომ აპირებთო, მაგრამ თუ ევროპა ომს დაიწყებს, რუსეთი ახლავე ბზადაა თუ არა რუსეთი, მეგეწყვით რომ მზად რა საკვირველია რა. ესოდენ გავბედავ და ვიტყვი შესუსტებულ ევროპასთანაც კი თუნდაც ამერიკის გარეშე დარჩენილთან მას რუსეთს არ აქვს თლად ესეთი დიდი ძალა, რომ მას დაუპირისპირდეს სახმელეთო ოპერაციით პირველ ყოვლისა, მაგრამ მეორე მხრივ რო უკაცრავად ამ სიტყვისთვის და გააქანოს და ბალისტიკური რაკეტები ჩამოაგდოს განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, ნატო რა ერთიანი იქნება თუ გარანტია გვაქვს იმისა, რომ შეერთებული შტატები არ დაიწყებს კვლავ ამ გაურთავებელად არ დაიწყებს ამ მშვიდობაზე ლაპარაკს, თუ შეერთებული შტატები არ ჩაერთო პროცესში, ევროპას ვაღიაროთ, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ფლანგს, რაც საკვირველია ძალიან გაუჭირდება. კვლავ ვიმეორებ, სახმელეთო ოპერაციაზე შეუძლებელიც არის რომ იყოს საუბარი, მაგრამ საჰაერო დარტყმები რომ მიაყენოს ემანდ გარკვეულ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც არ და ვერ ფარავს საჰაერო თავდაცვის სისტემები ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებში, ეს შეიძლება რუსეთს გაგიკვირდებათ და გაუვიდეთ. კიდეც ამას გულისხმობს ომში რუსეთის დედასაიმასქნებელი ლიდერი. რუსეთი არ აპირებს ბრძოლას ევროპის ქვეყნებთან, მაგრამ ევროპა თუ ომს დაიწყებს, რუსეთი ახლავე მზადაა და უკვე მეოთხე, ალბათ ყველაზე მძიმე ან არანაკლებ მძიმე წინადადება, რუსეთი უკრაინაში ქირურგიულად მოქმედებს, ეს ომი არ არის, ამბობს პუტინი, მაგრამ ევროპის თავდასხმის შემთხვევაში სხვა ომი იქნებაო. საბოლოო ჯამში ეს არის ტყუილი, საბოლოო ჯამში ეს არის ბაქი-ბუქი, საბოლოო ჯამში ეს არის ევროპის ერთგვარი დაშინების მცდელობა, მაგრამ ევროპაშიც თუ გამოჩნდებიან ლიდერები, პოლიტიკოსები, რომლებიც იტყვიან, რომ ამ არაქაღალდის ფეხს არაბეთ ნამდვილად არ უნდა უჩხიკინოთო, არ უნდა გავაჯავროთ ეს ნამდვილი დათვი რუსეთის ფედერაციაო და შეიძლება კი არა უთუოდ ისინი აკრიტიკებენ საკუთარ მთავრობებს იმისთვის, რომ ან მაგალითად გერმანიის მთავრობას, მაგალითად პოლონეთის პრემიერ-მინისტრს უფრო და სხვებს გააკრიტიკებენ იმის გამო, რომ ეს ლიდერები, ეს ხელისუფლებები უკრაინისკენ უფრო არიან, ვიდრე უნდა იყვნენ იმათი. წარმოდგენით, აი ეს ერთგვარი გაყოფა, ალბათ სწორი სიტყვა სპლიტი, ერთგვარი გარკვეული სქიზმის შეტანა, გარკვეული უთანხმოების შეტანა თავად ევროპის სახელმწიფოების საზოგადოებებშიც, პოლიტიკურ ელიტებში და მთავარია შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ურთულეს მდგომარეობაში თავად ევროპასაც ხუმაგდებს
მაგრამ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აგდებს გაგიკვირდებათ და პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც უნდა კვლავ მეორე აირჩიოს ახლა 2 ან 3 უმძიმესი სცენარიდან ყველაზე ნაკლებად მძიმე და რასაც თავაზობს პრინციპში შეერთებული შტატები იმ 20 პუნქტიანი შეთანხმებით, რომელიც ეგრა მაგის პასუხია და ჩვენი შვება, ან უკრაინის შვება გაგიკვირდება უკრაინის, რომელსაც ძალიან უნდა მშვიდობა, რასაკვირველია და სჭირდება მშვიდობა ფრონტზე არსებული მდგომარეობის გამო. მისი შვება ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ არის გაგიკვირდებათ და პრეზიდენტ პუტინის ხისტი პოზიცია, კვლავ მეორე პრეზიდენტი პუტინი მუდამ საუბრობს თემაზე სპეციალური სამხედრო ოპერაცია და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახული ამოცანები. ამასობაში გამოვიდა, პუტინი ხო გამოვიდა და ეს არის უმძიმესი სიტყვა, რომელიც ევროპის კონტინენტზეც კი გარკვეულ არეულობებს ან ასთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, მაგრამ ამასობაში სიტყვით გამოვიდა არც ვიცი, ხო, რამდენიმე საათის წინ თურქეთის ლიდერი ერდოღანი, თურქეთის ლიდერი, რომელსაც ეგრა მაგის პასუხია და მნიშვნელოვანი როლი შეიძლება დაეკისროს ევროპის მომავალი უსაფრთხოების კონტექსტში და ევროპის მომავალი უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების პროცესში. ისიც თქვენ, რომ უკრაინელებმა 2 ტანკერი ააფეთქეს შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებთან არა ტერიტორიულ წყლებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ეგრეთ წოდებულ ეკონომიკურ ზონაში, რასაც თურქეთის იურისდიქცია მთლად ბოლომდე არც ვრცელდება, კვლავ მეორებ ეს არის ეკონომიკური თავისუფალი ზონა. მეთქი ასე ვიტყვი, რომ უფრო კარგად იყოს ახსნილი, მაგრამ ეს არის თურქეთის სიახლოვეს და ამის გამო გამოვიდა პრეზიდენტი ერდოღანი და დაგმო ეს ამბავი და მედიის პრაქტიკულად ყველა საშუალებამ თუ არა უმრავლესობამ, განსაკუთრებით რუსულებმა ცხადია, გააკეთეს ასეთი ჰედლაინები და თქვეს, რომ ერდოღანი მიდის უკრაინის წინააღმდეგ, ის გმობს უკრაინის შეერაღებული ძალების მიერ ამ ჩრდილოვან ტანკერებზე განხორციელებულ იერიშებს და ვინც სტატიები არ წაიკითხა, ვინც არ მოусმინა ერდოღანს თავიდან ბოლომდე, ან მისი ძირითადი აქცენტები არის ის, იმას ეგონება, რომ ერდოღანმა აქცენტები მხოლოდ უკრაინაზე გააკეთა, არადა მთლად ასე არ არის. ერდოღანს არ გამოუკვეთავს ასე კონკრეტული ადრესატი უკრაინის სახით, ცხადია საინფორმაციო მიზეზი კი არა, საბაბი უკრაინელების შეტევა ამ რუსულ ტანკერებზე, მაგრამ უკრაინაზე არ უსაუბრია ასე სახელდებით. მისი ადრესატები პრინციპში არიან რუსებიც, რუსეთიც ადრესატია და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ამას ესე ჰქვია, ხო, ბოდიში პირველ ყოვლისა ვიტყვი, გავიხსენებ იმას, რაც გითხარით, რომ პუტინი დაიმუქრება, რომ ოდესასაც შეუტევს და დაიპყრობს სხვა ტერიტორიებსაც თუ ასე გაგრძელდა. ამასობაში იცით თქვენ, რომ არის ეგრეთ წოდებული ესე იგი მარცვლეულის დერეფანი, ესე უნდა დავარქვა, ხო, მე მგონი ასე ჰქვია, მარცვლეულის დერეფანი, ანუ უკრაინული მარცვლეული გადის ევროპის ქვეყნებში, თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში და აი ამ მარცვლეულის დერეფანს შეუქმნა თავის ქმნივ საფრთხე რუსეთმა და ეს არ აწყობს არავის და ამის პასუხად გააკეთეს, ამის პასუხად მიიტანეს იერიში საზღვაო დერეფანზე, საზღვაო მარცვლეულის დერეფანზე შექმნილი პრობლემებისა და გამო მიიტანეს უკრაინელებმა ეს ხსენებული იერიში რუსეთის 2 ტანკერზე და აქედან გამომდინარე ამ მარცვლეულის კორიდორი, მარცვლეულის დერეფანი, ხო, დერეფანზე მიტანილი რუსული იერიშები, ხო, არის მთავარი მიზეზი, საბაბი იმისა, რომ უკრაინელებმა ეს იერიშები მიტანეს ტანკერებზე. ხა რას ნიშნავს რუსების მიერ მიტანილი იერიშები? კი არ დაურტყავთ რომელიმე გემისთვის, რომლებსაც სხვა შორის მიმდინარე წლის ბოლომდე კი არა, აი ამ ბოლო პერიოდამდე თურქები აცილებდნენ, არამედ რუსები აპირებენ, რომ არ გააგრძელონ ეს შეთანხმება მარცვლეულის უსაფრთხოდ გადატანის თაობაზე და ეს იციან უკრაინელებმა, ეს უმძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს უკრაინას და ამიტომაც ისინი ურტყავენ, ეს სხვა შორის ამერიკელებისთვისაც კარგია, შავ ზღვაზე რუსული ტანკერების, ჩრდილოვანი ტანკერების აფეთქება. აი ეს ამბებია მოცემულ ეტაპზე, კვლავ ვიმეორებ, მე ხვალ გავამახვილებ ყურადღებას თუ რამ ახალი არ გაჩნდა თქვენის ნებართვით ამასობაში
ხვალ გამამახვილებ ყურადღებას პუტინ ვიტკოფის შეხვედრაზე. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი ვიტკოფთანაც სიტყვის რომ პირველначальные причины, პირველქმნილი მიზეზებიო, რაზეც არ არის ლაპარაკი 19-20 ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებაში და ასევე შეთანხმება ისიც რომ დაიხვეწა, სრულყოფილი არ არის, მაგრამ დაიხვეწა ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ რა ახალი გაჩნდა, მეთქი გითხარით და არც არაფერი არ გაჩნდა ახალი. გულახდილად გეტყვით, თუ გდებავთ კიდე სხვა ნიუსებსაც გადავავლოთ, ეხა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს განცხადებას, ზელენსკი მიიღო ანგარიში შეერთებული შტატების წარმომადგენელთან მოლაპარაკებების შედეგების თაობაზე, პუტინი ამბობს, რომ ევროპა კვლავ ცხოვრობს, იმ განცხადების ფარგლებში ილუზიით, რომ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენოს, თუმცა თავადაც ესმის, რომ ეს შეუძლებელია. ზელენსკი ამბობს, რომ არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთი ერთ წელიწადში კვლავ შეიჭრება უკრაინაში და არა მხოლოდ უკრაინაში, მაგრამ მაგის პასუხი აღე საერთოდაც ევროპას ემუქრება. თუ ამერიკა ის მოლაპარაკებები რუსეთში კარგად წავა, ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ტრამპს, ამბობს ზელენსკი, მაგრამ ეს მოლაპარაკებები არ წავა. ამიტომ სანერვიულო გვაქვს, რასაკვირი ჩვენ ხო გვაქვს, მაგრამ ამათაც აქვთ ყველას, მაგრამ მეორე მხრივ სანერვიულო არა გვაქვს. უბრალოდ სანერვიულო არის ის, რომ ომი გაგრძელდება მაღალი ალბათობით, ოღონდ არა ზელენსკის გამოისობით მიზეზით, იმის მიზეზით, რომ ზელენსკი არ მიიღო შეთავაზებების შეერთებული შტატები, დახვეწილი შეთავაზებების შეერთებული შტატებიდან, არც იმ მიზეზით, რომ ევროპა ზელენსკის პრინციპში ეუნება, რომ ბოლომდე არ წაყვეს იმ კომპრომისულ ვარიანტებუხლებსაც კი, რომლებიც იმ 20 პუნქტიან შეთავაზებაში არის ჩაწერილი შეერთებული შტატების ინიციატივით. არც ამიტომ, არამედ იმიტომ, რომ პუტინი აგრძელებს ამ ომს. რატომ აგრძელებს პუტინი ამ ომსო? უამრავი ვერსია არსებობს ცხადია ამასთან დაკავშირებით, უამრავი ანალიზი არსებობს. მე პერსონალურად კვლავაც ვიმეორებ, ბევრჯერ მithქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ჩემი აზრით პუტინი აგრძელებს ომს, იმიტომ რომ ჯერ ერთი სხვაგვარად არ შეუძლია და მეორე მას მართლა არ აქვს მიღწეული იმ შედეგებისათვის, რომლებიც დაისახა ამოცანად მან მიზნად დაისახა 2022 წლიდან. ეს არის ხსენებული SVO-ს ფარგლებში, საერთოდ დენაციფიკაციას მე უწოდებ დებანდერიზაციას. მან ნაცვლად ერთი ბანდერასი, რომლის ჩავხედავ თუ არ ვცდები 2 დღის წინ იყო თუ ნოემბრის ბიზრულს იყო, ერთ წუთს მისი ერთ წამს მოდის ვიხდი ბანდერა. ეს არის დებანდერიზაცია, ბანდერა, თქვენის ნებართვით. ესე იგი, სტეპან ბანდერასი არა ბანდერა. ხო, 1909 წელს ყოფილა და ბადებული. და სმერციც ხო, თუ გასწავლათ შემეშალა, ესე იგი 50 წლის იყო, 59 წელს 15 ოქტომბერს მე შემეშალა, გიბოდიშებთ მე შემეშალა, არასწორად მახსოვდა, რომ ნოემბრის მიწურულს ეს უკრაინის ნაციონალური მოძრაობის და დასავლეთ უკრაინის შეხვედრის პოლონელების ვერი დანენ, ხო არ უყვართ ეს ბანდერა. მოკლედ, ბანდერა 15 ოქტომბერს დაიღუპა. ეს არის ამბავი მნიშვნელოვანი ბანდერა, რომ ერთი ბანდერას ნაცვლად მათ მიიღეს 1000-ობით ბანდერა და აი ამას კი ვეღარ ეგუება ეს კუთხეში მიმწყდეული ვირთხა პუტინი, რომელიც სასაკვირველია ამ ომს სტრატეგიულად აგებს, თუმცა ურთულესი პერიოდი აქვს უკრაინას, მოდი ესეც ვთქვათ. ჩვენ საქმეს მივხედოთ, მეთქი ამის თქმაც მინდა, რა საკვირველია, მაგრამ მაინც. ნახვამდის.